გამარჯობა, როგორც ხედავთ, მეგობრებო, დღითი დღე ვარესდება მდგომარეობა. ეს ყველაფერი მოდი თავიდან ავხსნიმე. მოხდა და ხდება აი წყეული ხრუშოვი რო იყო იქიდან მოყოლებული. აი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული. ერთადერთი მათ ასე რო ვთქვათ, ნათელი წერტილი იყო ვასილ მჟავანაძის პერიოდი საქართველოსათვის. იმ კაცმა მაქსიმუმად რაც შეეძლო იმ პირობებში აიღო და ქართველი ერი გაამდიდრა და მთელი საქართველო ააყვავა. აი იმის შემდეგ უკვე შევარდნაძის დასმენით გველი კაცის ეგ 72 წელში 8 წლის ბავშვი ვიყავი, როცა ნახე ვერაზე ვარ მე გაზრდილი და ეგ ვაშროვანის ჩასახვევთან მან იყო საღვეზელე და ბავშვების სკოლის შემდეგ მივდიოდით ხოლმე. ზუსტად ერთ პერიოდში რაღაცა სექტემბერი თუ ოქტომბრის დასაწყისი იყო, მანქანით ეგ მოიყვანეს, მოაბრძანეს და ხორცის მაღაზია იყო. ახლა ვერაზე მაცხოვრებლებს და ძველ მაცხოვრებლებს ჩემ თაობას და მამების თაობას კარგად იციან და ემახსოვრებათ. ხორცის მაღაზიაში შევიდა და შევყევით, ბავშვები გაინტერესებდა. და აი აფერისტობა იქიდან იყო მაგისი გამოვლენილი ზუსტად თვალებში ეტყობოდა. მე ვიდა მოხუც ბატონებთან და აი ახლა ხორცი რომ მოვიტანეთო, შემდეგო კიდე უკეთეს მოვიტანო და აი ესე დაპირებებში გაყიდა მთელი საქართველო. ეგ იყო რომელმაც ჩამოიყვანა მე ესა ბრეჟნევი და აქ დიდი ზარზეიმი მოუწყო. ეგ იყო პათხალიმი ასე ჟარგონით რო ვთქვათ, უნამუსო გაიძვერა ადამიანი და ვინც მისი მომხრეები იყავით, აი 92 წელში, 13-ში, 14-ში განსაკუთრებით რომ გახკიოდით და ხალხი ჩააყენეთ საშინელ მდგომარეობაში, ხელზე რო გვეწერა, აი მაჯებზე რო გვეწერა პურის ერიქსი ნომრები, რომელი უნდა ყოფილიყავი და ღამეებს რო ვათენებდით, ჩემი თაობა და მშობლების თაობა თქვენ ყველანი ჯოხეთის ცეცხლში ხართ დასაწვავი და დაიწვევით. ბევრი ხო წახვედით, ბევრი და ბევრი კიდევ წახვათ. აი თქვენს გამო არის ზუსტად რომ აი ესე დღეში ჩავარდა ეს ქვეყანა. თქვენ გახკიოდით მაშინ რომ შევარდნაძის პურს ავჭამთო. ეხლა ვის პურს დაიწყებთ, ვის დაიწყებთ გაკივლებას, ვის პურს უჭამთო? არაბების არაბიზაცია რომ მოხდება, თურქიზაცია, ირანიზაცია, პაკისტანიზაცია და ინდოეთიზაცია? თუ ისა რუსებმა ისა ნაკლების დანაშაული ჩაედინეს აგერ აი სამაჩაბლოს ტერიტორია უფრო სწორად ეგ არის ჩრდილოეთ ქართლი, მთლიანად აიღეს და მიითვისეს, მოახდინეს აგერ ოკუპაცია და აფხაზეთი. და ეგ ჩადებული ნაღმები ზუსტად შევარდნაძის კისერზე არის. ეგ იყო პათხალი, მე გამოუთხარა ძირი იმ საბჭოთა კავშირის და უნდა გადაეყვანა ეკონომიკურ სიძლიერეს და სხვანაირად გაენთავისუფლებია ეს რესპუბლიკები, აიღო და პირდაპირ ჩაუგდო მილიონერებს, მილიარდელებს და ტრილიონერებს ხახაში, ასე რომ ვთქვა და დაიწყეს ამემა ოჯახებმა ჭამა და თეიფი და დროსტარება. თავისი კლანი შექმნა. აბა ეს კაპიტალისტური სახელმწიფოა, ხო ჩვენი ხო ამბობდნენ, რომ აი კაპიტალიზმი შემოვა ჩვენთან და რაღაცა. ისე ახლა კაპიტალიზმი ყველამ ძალიან კარგად ვიცით. სადაც არის დაბადებული აგერებაში ბრიტანეთში მანუფაქტურა და ისინი როგორ ვითარდებოდა. ჩვენთან სად არის ბურჟუაზია, ჩვენთან არის 10% გაუმაძღარი მასა, ეგ ღორები შეგიძლია დაარქვა პირდაპირ და დანარჩენი გახადეს მთლიანად მათხოვარი. ახლა ამას კიდე დაამატეს ეს ყველაფერი, ესე იგი რა დონეზე და როდის ჰქონდათ, ესე იგი ამ შაუბნელ ძალას შევარდნაძე რო გახკიოდა ზუსტად რომ აი პროვინციული ფაშიზმი, ფაშისტი და რასისტი და აი ნაძირალა მართლა ეგ იყო და აი რა დღეში ჩააგდო მთლიანად მთელი ერი. ეხლა აი იმას ვიმკით, რაც მაგან დათესა, კარგად დაფიქრდით, ახლა ვისაც ბულები გაქვთ მაშინ ნაშრომი, თქვენც არ გეღირსებათ კარგი დღე. თქვენს საშინელ მდგომარეობაში იქნებთ, საქართველოში ადგილი აღარ გექნებათ, არაბები დაიკავებენ და დღეს გამოგიყენებენ
როგორც შადიმანს იყენებდა ეგ ისა შახაბასი და ეგეთი ბასები უამრავი და უამრავ დროში იყო ესე. იქაც ნახეთ, კარგად წაიკითხეთ ისტორია, მე მგონი კითხვა ძალიან კარგად იცით, რა ხდებოდა მურვან ყურუს დროს, ჯალალედინის დროს, თუ ესე იგი გამოიყენებდნენ საშუალო ფენას, რიგით აზნაურებს, გლეხობას და მომუშავე მასას, მე მიადგებოდნენ ხოლმე უკვე თავდაზნაურობას. ბახტრიონის აჯანყება ზუსტად მაგაზი არის დაფუძნებული და მაგიტომ მათ მოხდა იქ რო ეგონათ იმას ელისბას და შალვას და იმაზე ბიძინას რო არხეინად იქნებოდნენ, აღარ გამოვიდა. აი იქ რომ მიყავდათ ისა გლეხის ცოლშვილი და აუპატიურებდნენ ისა ელის ტომის ჩამოსახლებულები, ვინც იყვნენ შახაბასმა რო ჩამოასახლა კახეთში, ის არაფერი არ იყო, მაგრამ დეკანოზი რო გააუპატიურეს უკვე რა. საუდელო პირი მერე მოტყვინეს, მერე რომ აი ესენიო ჩვენ ცოლშვილსაც გადაულიან და შეიძლება ჩვენც ისეთ მდგომარეობაში და მერე დაიწყეს მოძრაობა. იქ სინამდვილეში აკაკი წერეთელს მხატვრულად აქვს შექმნილი, რომ იმერეთიდან მოდის ის ბაშიაჯუგე. ეგ ზეზვა გაბრინდაულია, ეს ძალიან კარგად იციან თუ შევა. ავიდა ეს კაცი და მე კაბას ჩავისვამ თუ არ გამომყვებითო და მაშინ მოხდა გაერთიანება თუშების, ფშავლების, მოხევების, ხევსურების და ყველანი ჩავიდნენ და დედაცულიანად ამოჟლიტეს. იქამდე ჟლიტეს, რომ ხორცებიც ააგლიჯეს.